რამდენიმე წუთში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ზურა ჯაფარიძეს მანამდე. რამდენიმე რამეს მინდა უპასუხო უცებ და მე აუხსნა უბრალოდ პრობლემა რა არის. ერთი რომ ლარის კურსზე პასუხისმგებელი არანაირად არ არის ეროვნული ბანკი. ეროვნულ ბანკს აქვს ერთადერთი პასუხისმგებლობა, ეს არის რომ არ დაუშვას ქვეყანაში ფასების და იგივე ინფლაცია. ერთადერთი მიზანი რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს არის ეს. მაშინ ვინ არის პასუხისმგებელი? ეკონომიკური ბლოკის გუნდი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ბლოკის მინისტერი. ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტი, რომელსაც მას შეუძლია შეანელოს ლარის გაუფასურება. ეს არის სავალუტო რეზერვები, რომელთა გამოყენებას მას შეიძლება, მაგრამ თუ ეკონომიკა მიდის კრახისკენ, ეროვნული ბანკი არ არის ღმერთი, რომ მან ლარის კურსის ვარდნა გააჩეროს და ნებისმიერი ეროვნული ვალუტის კურსი, ლარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის სხვა ვალუტა, ასახავს იმას, რაც ხდება ეკონომიკაში. თუ ვალუტა სუსტდება, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა სუსტდება და პირიქით თუ ვალუტა მყარდება, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა არის ძლიერი. ეს ერთი, ანუ არანაირი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ამაზე არ აქვს. მეორე, რაც შეეხება იმას, რომ დოლარი მყარდება, მე უბრალოდ ამას ახლა ვერ მოვუყებდი, ძალიან ვრცელი ის არის ანალიზი, რომელსაც მე დაგიტოვებთ, ეს არის ფაქტ-ჩეკის გაკეთებული დოლართან მიმართებაში რამდენად სწორია ეს განცხადება, რომელსაც დასტურდება, რომ ეს არის არასწორი განცხადება. რაც შეეხება იმას, რომ წინა წლებშიც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი იყო, კი, ნამდვილად იყო, ზოგადად თავისთავად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჩემისათვის საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს და მე ვერ ვნახე ჯერ ცოცხალი ადამიანი, რომელიც ამბიხსნის რატო არის ეს პრობლემა, მით უმეტეს საქართველოს შემთხვევაში ამაზე დაბრალება, რომ ლარის კურსი უფასურდება, გონი არასწორი, იმიტომ რომ წინა წლებში, როდესაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი იყო, პარალელურად სავალუტო რეზერვები, რომლებიც 2003 წელს ნული იყო და ვალი ჰქონდა მხოლოდ სავალუტო ფონდის, ჩვენ წმინდა სავალუტო რეზერვები დავარღვევთ ძალიან ბევრი და დაახლოებით 3 მილიარდამდე დაუტოვეთ, გადავაბარეთ ამჟამინდელ ხელისუფლებას. ამიტომ სავალუტო რეზერვები თუ იზრდებოდა, ამ ხრივ, ანუ ის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი არაფერს არ მოქმედებდა. რაც შეეხება რომ ძირითადი მაკრომაჩვენებელი არის ნორმაში, ბატონო გიგათქვა, მე არ ვიცი უბრალოდ მაკრომაჩვენებელზე, მაკროეკონომიკურ ვერაფერს ვერ გაიგებს მაკრომაჩვენებელი ასე ადამიანი აი დედა ჩემმა რო გაიგოს და ბევრმა ადამიანმა მათ ეროვნული ბანკი ეცდები ეგრე ახსნა ეროვნული ბანკი ინფლაციას არ დაუშვებს, ნამდვილად არ დაუშვებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ინფლაციასთან ნაკლებად გვაქვს პრობლემა, ინფლაციის დონე ზოგადი ნაკლები არის, უფრო პრობლემა გვაქვს ლარის დევალვაციასთან. დევალვაცია და ინფლაცია ორი სხვადასხვა რაღაცა არის. ლარი უფასურდება და ამის გამო იმპორტულ პროდუქციაზე იზრდება ფასები, ანუ რასაც ადამიანები გზნობენ და რაზეც წუხან, ეს არის ის, რომ ფასები იზრდება სურსათზე, ფასები იზრდება წამლებზე, იგივე მედიკამენტებზე და ეს არის ავტომატ სისტემა. თუმცა ზოგადი არანაირი ხელოვნური არ არის. პანიკა, ლარი როცა უფასურდება, ლარი უფასურდება ინფლაციას ეს იწვევს იმ პროდუქტებზე, რომელიც არის იმპორტირებული. გაგცემთ უბრალოდ სხვა რაღაცებსაც უკავშირდება. მე ვიდამილობა. ამის გამო მესიჯბოქსი გაქვთ რა სამხარებლო მესიჯბოქსი. ქვეყანა იქცევა და ეროვნულ ბანკზე გინდა გადატეხოთ ეს ყველაფერი. ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში არაფერში არ არის. დაასრულოთ უბრალოდ რა. სამხარებლო კალათი ამ შემთხვევაში არაფერში არ არის. თუ მაინც და მაინც რამე კონკრეტულ ინდიკატორს გინდა შეხედოთ, სად აისახება ლარის გაუფასურება, ეს არის საარსებო მინიმუმი, რომელიც შედის ის მინიმუმი, რომელიც ადამიანმა უნდა იყიდოს ყოველთვე. ნახეთ ოქტომბრის მონაცემები, ნახავთ რომ უკვე არის 161 ლარი. უკვე აცდა იმ მაჩვენებელს, რა მაჩვენებელსაც თქვენ გაუსწორებთ პენსიას მომავალი წლის სექტემბერში. უკვე აცდენილი არის დღევანდელი 150 ლარიანი პენსიით, რომელიც ჩვენ ჩავდებით 2013 წლის ბიუჯეტში, ამას კიდე დავასწრებთ რომ ხშირად იმერვებს რომ თქვენი გაკეთებულია, უკვე პენსიონერი ვეღარ ყიდულობს საარსებო მინიმუმს დღეს, ოქტომბერში ვეღარ ყიდულობდა, ნოემბერში კიდე უფრო უარესი იქნება. რაც შეეხება მიზეზებს, რომ საგარეო მიზეზებიო, მე ახსნე რატო არ არის საგარეო მიზეზები, ძალიან კონკრეტული რაღაცა. თავარი რა არის? თავარი რა არის და პრობლემა არის. ეს არის მაგალითად ინვესტიციები პირველ და მეორე კვარტალში, შეგიძლიათ ნახოთ წელს როგორი ვარდნა არის, ანუ პირველ მეორე კვარტალში ინვესტიციები არის შემცირებული. რას ნიშნავს ინვესტიციები? გასაგები რომ იყოს ნახოთ, ეს არის ნახოთ, მესამე კვარტალში ჯერ არ გამოქვეყნებულა და მე არ გამოქვეყნებულა და